კაცი, რომელიც სიკვდილის ზონაში მიატოვეს, მაშინ როცა ორი კომპანია მის გადარჩენაზე ხარჯების გადანაწილებაზე დაობდა. 32 კაციანი თაღლითური ჯგუფი, რომელმაც 5000 ყალბი შემთხვევა გამოიყენა და 20 მილიონი დოლარი მიითვისა. და მთა, რომელიც იმდენად გადატვირთული იყო, რომ მხოლოდ ერთ ყველაზე დატვირთულ დღეს მწვერვალზე უფრო მეტი ადამიანი ავიდა, ვიდრე მთელი სეზონის განმავლობაში. ეს არის ყველაფერი, რაც ევერესტზე 2026 წელს არასწორად მოხდა. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება უკიდურეს ზღვარზე, სადაც ფსონი მაღალია, მაგრამ აქ არავინ არის მხოლოდ ახალი ამბის სათაური. 2026 წლის 26 აპრილის დილას 6 კაცი აპირებდა რაღაცის გაკეთებას, რაც მათ დაპატიმრებას, შავსიაში შეყვანას ან სიკვდილს უკეთდა. ისინი აქ იყვნენ, რადგან 90 წუთით ადრე ოფიციალური ინფორმაცია ბაზის ბანაკიდან მოვიდა, რომ ხუმბუს ყინულის ჩანჩქერი იმ სეზონზე ევერესტზე ასვლის ერთადერთი გზა დახურული იყო. ეს უნდა ყოფილიყო დასასრული. ამ კაცმა თქვა, არა. ის ბაზის ბანაკში პირდაპირ საავადმყოფოს საწოლიდან მივიდა. რამდენიმე კვირით ადრე სხვა მთაზე დაშავდა და ჯერ კიდევ არ უნდა ეცადა რაიმე მთაზე ასვა. მაგრამ როცა იმ დილით ოფიციალურმა უსაფრთხოების ჯგუფმა სეზონი შეწყვიტა, მან უბრალოდ არ დაეთანხმა მათ. ამიტომ შეკრიბა შერპები, რომლებსაც ენდობოდა სხვადასხვა კომპანიებიდან. და პოლნელი მოთხივამურე ბარტეკ ზემსკისთან ერთად მათ ჰქონდათ გეგმა, რომელიც პირდაპირ უცნაურად ჟღერდა. მოეძებნათ გზა იქ, სადაც 17 სხვა ყინულვარდნის მარშრუტის გამყვანი სპეციალისტი ვერაფერს გახდა. მაგრამ მაშინაც კი, როცა ისინი პირდაპირ კუმბუს ყინულის ჩანჩქერის შესასვლელთან მივიდნენ, მათ ზუსტად თავზე დაინახეს უზარმაზარი პრობლემა. ეს იყო გიგანტური მრავალსართულიანი კორპუსის ზომის ყინულის ბლოკი. თუ ის მოწყდებოდა და ვინმე მის ქვეშ აღმოჩნდებოდა, ეს მათი დასასრული იქნებოდა. ზუსტად ისე, როგორც 2014 წელს მოხდა. ხელისუფლება არ აპირებდა, რომ იგივე კიდევ ერთხელ მომხდარიყო, ამიტომაც ყველაფერი დახურეს. სწორედ ამიტომ იყვნენ აქ მინგმა და სხვები. ისინი მაშინვე საქმეს შეუდგნენ. მაგრამ იმის ნათვლად, რომ ყინულის ქვეშ ბრმად გაევლო, ბარტეკ ზემსკიმ სამომხმარებლო დრონი ამოიღო და ის ზუზუნით გაუშვა თავზე არსებულ გატეხილი ყინულის ლაბირინთში და ყინულის ჩანჩქერს. ის ეძებდა ბზარს ყინულში, რომელსაც ადგილზე მყოფი ჯგუფები, რომლებიც ფეხით დადიოდნენ, უბრალოდ ვერ ხედავდნენ იქიდან, სადაც იდგნენ. და დრონის მაღალი გარჩევადობის კამერით მათ დაინახეს მარშრუტი, რომელიც ყინულის ბლოკს შემოუვლიდა, ნაცვლად იმისა, რომ პირდაპირ ქვეშ გაევლოთ. ის გზა უფრო გრძელი და ტექნიკურად რთული იყო, მაგრამ ეს იყო გზა, რომელიც 6 კაცს პირდაპირ ბინასავით დიდი ყინულის ნაგლეჯის ქვეშ არ ატარებდა. ასე რომ სწორედ ამ გზით წავიდნენ. შემდეგი რამდენიმე საათის განმავლობაში მინგმა, ჯიმ და დანარჩენებმა თოკი თოგზე გააბეს, კიბე კიბეზე დააწყვეს და დედამიწაზე ერთ-ერთ ყველაზე არასტაბილურ ზედაპირზე გადაადგილდებოდნენ. ყველაფერი იმავე საფრთხის ჩრდილში კეთდებოდა, რომელმაც იმ დილით მთა ჩაკეტა. 28 აპრილს მათ ოფიციალურად გამოაცხადეს პირველი ბანაკისკენ მარშრუტი გახსნიlt. მიგმა ჯის თვითნებურმა ჩარევამ ფაქტობრივად გადაარჩინა მთელი კომერციული სეზონი, როგორც ნეპალის მთავრობისთვის, ასევე კონკურენტი ოპერატორებისთვის. მთა, რომელიც მინიმუმ კიდევ 10 დღით უნდა ყოფილიყო დაკეტილი, 2 დღეში ისევ გაიხსნა და 492 მადლიერი მთამსვლელი თავიანთ შერპებთან ერთად მთაზე ავიდა. და დიახ, სწორად გაიგეთ, 492. თუ ეს თქვენთვის სიგიჟე ჟღერს, ეს იმიტომ, რომ ნამდვილად ასეა. და უცნაური ის არის, რომ ამ რიცხვის მიზეზი თითქმის არაფერ კავშირშია ნეპალთან. ამას მალე მიუბრუნდებით. რამდენიმე დღეში თითქმის 500 მთამსვლელი და შერპა მთაზე ადიოდა. სწორედ აქ დაიწყო ევერესტის 2026 წლის ალპინისტური სეზონის დაშლა. რადგან მიუხედავად იმისა, რომ მინგმა, ჯიმ და მისმა გუნდმა გზა გახსნეს, მთამსვლელები უკვე კვირებით ჩამორჩნენ გრაფიკს და ვერ ჩქარობდნენ, რადგან ევერესტზე არავინ ადის ერთ პაშად. ამ მთამსვლელებს და მათ შერპებს ახლა კვირები უნდა გაეტარებინათ აკლიმატიზაციისთვის მთაზე, რომელსაც ამდენი ადამიანი არასდროს ხოლია. ყველაფერი უკიდურესად იყო დაძაბული. ყველა ცდილობდა დაეწია უკვე დაკარგულ კვირებს, მაგრამ უცნაურია, რომ 2026 წლის ევერესტის სეზონის პირველი ტრაგედია სრულად არ უკავშირდებოდა მინგმას სახიფათო ახალ მარშრუტს. სინამდვილეში ეს საერთოდ არც კი მომხდარა ყინულზე, რადგან 4 მაისს 51 წლის შერპა სახელად ლაკპა დენდი მიდიოდა ბილიკზე გორაკშეპიდან საბაზო ბანაკისკენ. ეს არის ბილიკი, რომელსაც ჩვეულებრივი მოგზაურები ჩვეულებრივი სალაშქრო ფეხსაცმით იყენებენ ყოველ გაზაფხულზე. და ლაკპა იმდენად შორს იყო ჩვეულებრივი მოგზაურისგან, რამდენადაც ადამიანი შეიძლება იყოს. მას ჰქონდა ექსპედიციებში მუშაობის 20 წელზე მეტი გამოცდილება. მაკალუს მწვერვალი 6 ჯერ დაიპყრო, ხოლო ევერესტის მწვერვალსაც 2017 წელს მიაღწია. ასეთი გამოცდილების მქონე კაცისთვის ეს უბრალოდ მოსაწყენი გასეირნება იყო სამსახურში. თუმცა სადღაც ამ ბილიკზე რაღაც საშინლად არასწორად მოხდა. ზუსტად არავინ იცის რა მოხდა. Seven Summit Treks-მა იმ ექსპედიციის კომპანიამ, სადაც ის მუშაობდა, განაცხადა, რომ ლაკპა უბრალოდ მიდიოდა, როცა გონება დაკარგა და დაეცა.
მთავრობის მეკავშირე ოფიცერმა განაცხადა, რომ ის უბრალოდ მოცურდა. პოლიცია ჯერ კიდევ იძიებს რა მოხდა, მაგრამ რაც არ უნდა დაასკვნას, ეს გამოძიება საბოლოო. რაც არასდროს შეიცვლება, ეს არის ის, რომ ლაკპა დენდი, კაცი, რომელმაც 30-ზე მეტი ჰიმალაის ექსპედიცია გადაიტანა, დაიღუპა მანამდე, სანამ თასს მიაღწევდა. თუ ლაკპას ტრაგედია მაჩვენა, რომ ბილიკები უსაფრთხო არ იყო, 6 დღის შემდეგ მომხდარმა აჩვენა, რომ ქვედა ბანაკებიც უსაფრთხო არ იყო. რადგან მაშინ, როცა ევერესტი ჯერ კიდევ შოკში იყო, ეს მთამსვლელი 2026 წლის 10 მაისს ჩვეულებრივ აკლიმატიზაციის როტაციას ასრულებდა. ის კუმბუს ყინულის ჩანჩქერზე ადიოდა, რომ პირველ ბანაკს მისწვენოდა, შემდეგ კი უკან ჩამოსულიყო. მისი სახელი იყო BJ გომირე და ევერესტი მისთვის უცხო არ იყო. ის უკვე 3-ჯერ იდგა ევერესტის მწვერვალზე, როგორც ნეპალის დალიტების თემის პირველი წარმომადგენელი, რომელმაც მსოფლიოს უმაღლეს წერტილს მიაღწია. ასვა ზუსტად გეგმის მიხედვით წარიმართა, მაგრამ მას შემდეგ, რაც პირველ ბანაკს მიაღწია, მისი სუნთქვა შეიცვალა. ყოველ წუთთან ერთად გულმკერდი უფრო ეჭიმებოდა. თითოეული ჩასუნთქვა წინააზე მოკლე იყო, თითქოს ვიღაც ნელ-ნელა ხრახნავდა სარქლოს და ჰაერს უკეტავდა. შემდეგ ვარდისფერ ქაფიან სითხეს ახველებდა. მისი ფილტვები ვეღარ იღებდნენ ჟანგბადს. ისინი წყლით ივსებოდა და მისმა თანაგუნდელებმა იცოდნენ, რომ მაღალმთიანი ფილტვის შეშუპება იყო. ჟანგბადზე დააყენეს, დახმარება გამოიდახეს და ჩამოყვანა დაიწყეს. რადგან მაღალმთიანი ფილტვის შეშუპების შემთხვევაში ერთადერთი რეალური მკურნალობა იყო დაშვება. სამწუხაროდ მთიდან ერთადერთი გზა ისევ კუმბუს ყინულის ჩანჩქერზე გადიოდა, მერტევ კიბეებზე, ვიწრო ნაპრალებსა და არამდგრად ყინულის კოშკებზე. აქ ხოველი ფრთხილი ნაბიჯი BJ-ის დროს ართმევდა, რომელიც მას უბრალოდ აღარ ჰქონდა. როდესაც საბაზო ბანაკს მიაღწია, ის უკვე აღარ იყო ცოცხალი. BJ ზუსტად იმას აკეთებდა, რასაც ევერესტის ყველა მთამსვლელი უნდა აკეთებდეს მწვერვალზე ასვლის წინ, მაგრამ 2026 წლის სეზონში ყველაფრის სწორად გაკეთებაც კი არ იყო გარანტია, რომ სახლში დაბრუნდებოდი. და პირველები იღუპებოდნენ ისინი, ვინც მთას ყველაზე კარგად იცნობდნენ. რადგან უკვე მეორე ღამეს, 2026 წლის 11 მაისს, ეს 20 წლის შერპა, პურა იალჯე შერპა, ღამით ლოცეს ფერდობზე ტვირთს მიათრევდა მესამე ბანაკისკენ. ეს აუცილებელი უხილავი შერპების სამუშაოა, რომელიც მაშინ სრულდება, როცა ყინული მკარადაა გაყინული და ასვლა ყველაზე უსაფრთხოა. როგორც მარშრუტზე მყოფი ყველა, ისიც ამოძრავებდა თავის უსაფრთხოების კლიპს დამაგრებულ თოქზე. ეს თოქი მთაზე ყოველ რამდენიმე ათეულ ფუტში იყო მიმაგრებული, რაც საშინელ მექანიკურ პრობლემას ქმნის. ლითონის კლიპს ამ ჩანჩიკებზე ვერ გადააცურებ, ამიტომ როცა მთამსვლელი ერთ-ერთს მიუახლოვდება, უნდა მოხსნას კლიპი თოქიდან, გადაატაროს სამაგრს და ისევ დააბრუნოს. ეს ჩვეულებრივი მოძრაობაა. მაგრამ ეს ნიშნავს, რომ ყოველი გადატანისას რამდენიმე წამით მთამსვლელს მთასთან არაფერი აკავშირებს. 2026 წლის 11 მაისს, დაახლოებით 11 საათზე ღამით, პურა ერთ-ერთ ასეთ სამაგრთან მივიდა და ზურგზე მძიმე ტვირთით, როგორც ყოველთვის კლიპი მოხსნა. მაგრამ სწორედ მაშინ თა ჩამოიშალა და მის ფერზე მყოფმა კრამპონებმა მოჭიდება დაკარგეს. აღარაფერი იყო, რაც შეაჩერებდა და მისი გუნდის წევრებმა უყურეს, როგორ გადავარდა ის ევერესტის ფერდობზე თითქმის 1300 ფუტით ქვემოთ. როცა მასთან მივიდნენ, პურბა ევერესტის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი შერპას შვილიშვილი, აღარ იყო ცოცხალი. 8 დღეში 3 კაცი დაიღუპა და არც ერთი მათგანი არ იყო გადამხდელი კლიენტი. როგორც არ უნდა ტრაგიკული იყოს ეს სიკვდილები, სეზონის ყველაზე დიდი პრობლემა ჯერ კიდევ არ იყო მოსული, რადგან ამ დროის განმავლობაში თვით ევერესტი ხელს არ უწყობდა. ნახეთ, ნეპალში გაზაფხული ჩვეულებრივ მშრალია. მტვრის ქარიშხლები, მომატებული სიცხე და იშვიათი შუადღის ჭექა-ქუხილი ამ დროს ჩვეულებრივი მოვლენაა. და ყველა, როგორც კიდები, ასევე ფერმერები ამაზე გეგმავენ თავიანთ საქმიანობას. მაგრამ 2026 წელს ქალაქ კატმანდუში თითქმის ყოველ დღე წვიმდა და ჭექა-ქუხილი იყო იმ გაზაფხულზე, თვეების განმავლობაში ისეთი ამინდი, რომელსაც არავინ ელოდა. მაისის ბოლოსთვის დედაქალაქში უკვე თითქმის 3-ჯერ მეტი ნალექი იყო დაფიქსირებული ვიდრე ჩვეულებრივ. თითქოს ამინდს უბრალოდ ვერ გადაეწყვიტა რა უნდოდა გაეკეთებინა. და ევერესტის ძირას მყოფი მთამსვლელებისთვის ეს საშინელი ამბავი იყო, რადგან ევერესტის მწვერვალზე ვერავინ ადის მაშინ, როცა თავად მოუნდება. ყოველ გაზაფხულს უნდა ყოფილიყო რამდენიმე მოკლე დღე, როცა ქარიშხლის ძალის მქონე ქარის ნაკადი, რომელიც ჩვეულებრივ მწვერვალზეა, დროებით გადაინაცვლებს. ამ მოკლე პერიოდს ამინდის ფანჯარა ეწოდება და ბოლო 40 წლის განმავლობაში ყველა გაზაფხულის ექსპედიცია სწორედ ამ პერიოდში ასვლაზე იყო დაგეგმილი, მაგრამ 2026 წლის მაისი განსხვავებული იყო. ქარები უბრალოდ დარჩნენ მწვერვალზე და არანაირი ნიშანი არ იყო, რომ შესუსტდებოდნენ, მაშინ როცა თითქმის 500 მთამსვლელი
და მათი შერპები ელოდნენ ფულს, ჟანგბადს და მოთმინებას ხარჯავდნენ. საბედნიეროდ ამინდი ბოლოს და ბოლოს გაუმჯობესდა მაისის მესამე კვირაში. თითქმის ყველა მთამსვლელი იმ მთაზე კვირების ლოდინის შემდეგ ერთდროულად აიჯრა მწვერვალისკენ. ახლა ან არასდროს იყო და ამ ველურ ქაოსურ რბენაში რაღაც აუცილებლად უნდა მომხდარიყო. და 2026 წლის 20 მაისს რაღაც მართლაც მოხდა. რადგან იმ დილით 274 ადამიანმა ევერესტის მწვერვალს მიაღწია. დაფიქრდით ამაზე ერთი წამით. 274 ადამიანი ევერესტის მთაზე ასვლის ისტორიის უმეტეს ნაწილში, ამდენი ადამიანი მთელ სეზონშიც კი ვერ ახდევდა მწვერვალს. ძველი რეკორდი იყო 223, რომელიც 2019 წელს დამკარდა. დიახ, იმ წელს, როცა მთელი მსოფლიომ ის ფოტო ნახა. ის ფოტო, რომელიც ყველა კონტინენტზე საღამოს სიახლეებში აჩვენეს და ადამიანებს, რომლებსაც მთა არასდროს დაუდგამთ, აინტერესებდათ, რა დაემართა ევერესტს. იმ სეზონზე უნდა დაეწესებინათ ლიმიტი ასვლის ნებართვებზე. აშკარად ასე არ მოხდა. სინამდვილეში უკვე მეორე დღეს კიდევ 154 ალპინისტი ავიდა მწვერვალზე. ეს ნიშნავს, რომ 400 ადამიანი მსოფლიოს მწვერვალზე 48 საათის განმავლობაში ავიდა. თუ ტურიზმის ოფიციალური პირი ხარ კათმანდუში, ეს ციფრები რა თქმა უნდა ოქროს ფასად ღირს. რეკორდული ასვლები ნიშნავს რეკორდულ შემოსავალს. მთელი ეს სეზონი კომერციული წარმატებაა, მით უმეტეს მას შემდეგ, რაც ჩინეთმა ტიბეტის მხარე გაფრთხილების გარეშე დახურა და ნეპალმა შეძლო 492 ნებართვის გაყიდვა თითო ალპინისტზე $15,000. მაგრამ მწვერვალზე ასვლის სტატისტიკა მხოლოდ იმას გეუბნება, ვინ ავიდა ზევით და არაფერს ამბობს იმაზე, ვინ ჩამოვიდა უკან. და სწორედ ჩამოსვლისას კლავს ევერესტი. იმიტომ რომ მაშინ ალპინისტები უკვე დაღლილები არიან, მაგრამ ამავდროულად თავს მიღწეულად გზნობენ. ზედმეტად თავდაჯერებულები ხდებიან, როცა ბოლო მონაკვეთს გადიან მწვერვალისკენ, რომელიც დანის პირზე სავალი ქედი. ადგილი, რომელიც ზუსტად ერთ ადამიანს თუ იტევს, რაც ნიშნავს, რომ 20 მაისს პლანეტის ყველაზე მაღალ წერტილზე საცობი იყო. ალპინისტებს სიკვდილის ზონაში 3 საათამდე სრულიად უძრავად დგომა უწევდათ. რაღაც აუცილებლად უნდა გაფუჭებულიყო და იმ ბრბოში მოძრავი ერთ-ერთი ალპინისტისთვის ასეც მოხდა. მისი სახელია სუნდიპ არე და ის ფენიქსიდან, არიზონადან ტექნოლოგიების სპეციალისტია. მან გრანდ კანიონის კიდიდან კიდემდე მარშრუტი რამდენჯერმე გაიარა და 2024 წელს კილიმანჯაროც დალაშქრა. მან წინა წელს ევერესტის საბაზო ბანაკამდეც კი იარა სპეციალურად იმისთვის, რომ თავისი სხეული აქ ადაპტირებულიყო. მისივე ექსპედიციის კომპანია Boots and Cramponsი მას ჯგუფის ჯგუფის ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ ალპინისტად მიიჩნევდა. და 20 მაისს დაახლოებით 11 საათზე ამ ყველაფერმა შედეგი გამოიღო. სუნდიპი საბოლოოდ ევერესტის მწვერვალზე დადგა. წლების განმავლობაში მომზადება, კვირები ქარში, ლოდინი, იმ სასტიკ რიგში გატარებულმა საათებმა საბოლოოდ შედეგი გამოიღო. ასე რომ, როცა მსოფლიოს მწვერვალზე იდგა, მან გააკეთა ის, რაც ყოველთვის უნდოდა. ამოიღო თავისი დროშები, მოემზადა ფოტოსურათებისთვის და მოიხსნა სათვალე. ზღვის დონეზე ეს არაფერი. 29032 ფუტ სიმაღლეზე ეს სასიკვდილოა. იქ ზემოთ ატმოსფერო იმდენად თხელია, რომ თითქმის ვერაფერს აფილტრავს მზის ულტრაიისფერი გამოსხივებით. ასე რომ, ყველა ეს ულტრაიისფერი სხივი აისხლიდა თეთრი, თვალის მონჭრელი თოვლიდან პირდაპირ მის დაუცველ თვალებში. სუნდიპმა გადაიღო თავისი ფოტოები, გააბრუნა სათვალე და დაიწყო დაშვება. თავს კარგად გრძნობდა. ზიანი უკვე მიყენებული იყო და ამის შესახებ არაფერი იცოდა. დაშვებიდან საათში ან 2 საათში თვალები დაეწვა. შემდეგ დაეწვა კიდევ უფრო. შემდეგ ყველაფერი გათეთრდა და ბოლოს დაბნელდა. სადღაც მეოთხე ბანაკის ზემოთ, დაახლოებით 27000 ფუტზე, სანდიპი, თავისი ჯგუფის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მთამსვლელი, ვეღარ ახელდა თვალებს ტკივილის გარეშე, რომელიც მთელ სხეულს უჭიმავდა. ის დაბრმავდა სიკვდილის ზონაში, უძრავად იდგა და თქვენ უკვე იცით, რას ნიშნავს იქ უძრავად დგომა. რაც უფრო დიდხანს იყო ის იმ სიმაღლეზე გაჭედილი, მით უფრო ინგრეოდა მისი სხეული, სანამ სიცივემ და სიმაღლემ კიდევ უფრო უარესი გამოიწვია, მაღალი სიმაღლის ცერებრალური შეშუპება. სითხე გროვდებოდა მის ტვინში და თავის ქალას აწვებოდა. კაცი ახლა ერთდროულად ბრმაც იყო და კვდებოდა კიდეც. როცა ეს ამბავი მის ჯგუფს მიაწოდეს, ყველაფერს იღონეს მის გადასარჩენად. 5 შერპა გიდი ავიდა ჩამომავალ ხალხში და მას სამხრეთ მწვერვალთან გადააწყვნენ. რასაც მოხვა იყო მთელი სეზონის ერთ-ერთი ყველაზე მტანჯველი გადარჩენის ოპერაცია. 5 კაცი სრულიად ბრმა მთამსვლელს უძღვებოდა მთაზე ყველაზე ტექნიკურად რთულ რელიეფზე. ცდილობდნენ გაევლოთ 492 მთამსვლელს შორის. კლდოვან საფეხურებზე მას დაბლა უშვებდნენ. თითო-თითოდ საკუთარ ჟანგბადს ხარჯავდნენ იმავე ვიწრო ადგილას, რომელმაც მათი კლიენტი გატეხა.
48 საათის განმავლობაში მათ უარი თქვეს მის დატოვებაზე და შეძლეს ეს. მათ ფიზიკურად ჩამოიყვანეს ბრმა, სიკვდილის პირას მყოფი კაცი სიკვდილის ზონიდან მეორე ბანაკში. მათ რადიოთი სიხარულით აცნობეს ქვემოთ. ჩვენ შევძელით. ეს იყო სასწაულებრივი გადარჩენა, რადგან ევერესტზე დროს ვერ გაექცევ. როდესაც თითქმის 500 მთამსვლელი ერთ ამინდის ფანჯარაშია თავმოყრილი, გადარჩენა ნიშნავს ადამიანების მკარ კედელთან ბრძოლას. ის ზიანი, რაც სიკვდილის ზონაში დამატებით საათებმა გამოიწვია, უკვე მიღებული იყო და ვერც ერთი გადარჩენა ამას ვეღარ შეცვლიდა. 2 დღის შემდეგ, 22 მაისს, სუნდიპი მეორე ბანაკში გარდაიცვალა. არა იმიტომ, რომ ის სუსტი იყო ან მისი გუნდი ვერ დაეხმარა. ის გარდაიცვალა იმიტომ, რომ ყოველ ჯერზე, როცა მის შერპებს უწევდათ გაჩერება და ათეულობით სხვა მთამსვლელის გატარების მოლოდინი, მისი ტვინი კიდევ უფრო ებერებოდა. იმ ქედზე ხალხის რაოდენობამ ფაქტობრივად ამოწურა მისი დრო. ეს იყო ევერესტი 2026 წელს. და სანამ სუნდიპი მეორე ბანაკში თავის ბოლოს სუნთქვას იღებდა, ზუსტად იგივე ბრბო ამოწურავდა დროს კიდევ ერთ კაცს, რომელიც მთის უფრო მაღალ ნაწილში იყო გაჭედილი. და ეს ორი უცნობები არ იყვნენ. ისინი ერთი და იგივე კომპანიის კლიენტები იყვნენ. მათ ერთი და იგივე საბაზო ბანაკი ჰქონდათ, ერთსა და იმავე სასადილო კარავში ჭამდნენ, ერთად იმავე 19 ქარიანი დღე გადაიტანეს. თითქმის დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ მწვერვალის დაპყრობამდე ერთმანეთს წარმატებას უსურვებდნენ. მისი სახელი იყო არუნ კუმარ ტივარი და მისი ისტორია ევერესტთან უფრო რთულია. არუნი ამავე მთაზე ერთი წლით ადრე, 2025 წელს იყო. ის ავიდა მესამე ბანაკამდე დაახლოებით 23600 ფუტის სიმაღლეზე. იგრძნო, რომ მისი სხეული ძალიან ნელა აღდგებოდა, გულწრფელად შეხედა საკუთარ ტემპს და უკან დაბრუნდა. ეს ალპინიზმში ყველაზე რთულ გადართული გადაწყვეტილებაა. იმ გადაწყვეტილებას, რომელსაც მწვერვალის ციებ ცხელება ადამიანებს არ აძლევს საშუალებას მიიღონ. არუნმა ეს გააკეთა. ის ცოცხალი დაბრუნდა სახლში. ასე რომ როცა ის 2026 წელს დაბრუნდა, არუნი 53 წლის იყო და უყურებდა იმას, რაც უნდა სცოდნოდა, რომ მწვერვალზე ასვლის მისი ბოლო რეალური შანსი იყო. ასე რომ როცა 21 მაისს მან სცადა, არუნი იყო მტკიცედ განწყობილი, რომ მწვერვალზე ასულიყო, თუნდაც ეს ყველაფერი დაეკარგა. და არუნ კუმარტივარი საბოლოოდ მართლაც ავიდა ევერესტის მწვერვალზე. მაგრამ ეს იყო დაახლოებით საღამოს 5:09-ზე. და თქვენ იცით მწვერვალის დღის თითქმის ურყევი წესი. თუ 1 საათამდე არ ხარ მწვერვალზე, მაქსიმუმ 2 საათამდე, უნდა დაბრუნდე უკან. არუნმა გადაწყვიტა გზა გაეგრძელებინა და მიუხედავად იმისა, რომ ეს იყო გაბედული გადაწყვეტილება, ყველაფერი დაუჯდა. რადგან დაშვებისას სიბნელეში ასვლის დაწყებიდან 16 საათზე მეტი დროის შემდეგ, არუნის სხეულმა საბოლოოდ ვერ გაუძლო 28700 ფუტის სიმაღლეზე. მან სისხლის ხებინება დაიწყო ზუსტად ისე, როგორც ბიჯეი გომერიმ გააკეთა მთაზე ბევრად ქვემოთ 11 დღით ადრე მისმა შერპამ და კიდევ 3 გიდმა ყველაფერი სცადეს, რომ არ დაეძინა. მაგრამ ეს შეუძლებელი აღმოჩნდა. არუნ კუმარ ტივარი ჰილარის საფეხურთან თოლში გარდაიცვალა. როგორც არ უნდა ჟღერდეს ეს სასტიკად, არუნი და სუნდიპი სინამდვილეში იღბლიანები იყვნენ. მათი ექსპედიციის კომპანია ყველაფერს აკეთებდა, რომ გადაერჩინათ ისინი, როცა საფრთხეში აღმოჩნდნენ. მაგრამ 2026 წელს იმავე დაშვების ქაოსში სხვა კომპანიები საკუთარ მომაკვდავ კლიენტებს უყურებდნენ და წვეთდნენ, რომ ისინი სხვისი პრობლემა იყო. იმავე 20 მაისს თამსვლელი სახელად აჯაიპალ სინგ თოლივალა ევერესტის მწვერვალზე იდგა. აჯაიპალი კანადელი პენჯაბელი თამსვლელი იყო, რომელიც მთაზე გიდის თანხლებით მოწყობილი ექსპედიციით ავიდა. მან 10,000ობით დოლარი გადაიხადა კომპანიაში, რათა მის გარშემო გამოცდილი გუნდი ჰყოლოდა, რომელიც მის ჟანგბადს და ტემპს გააკონტროლებდა და უსაფრთხოდ დააბრუნებდა სახლში. მისთვის ეს მწვერვალი იყო ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი, რომელიც უნდა დაემსახურებინა იმავე მძიმე კვირების ლოდინით და იმავე 3 საათიანი რიგებით, როგორც ყველა სხვას იმ ქედზე. და შემდეგ, სადღაც ჩამოსვლისას ევერესტის ისტორიაში ყველაზე გადატვირთული დაშვების ქაოსში, აჯაიპალი თავის ჯგუფს, რომელსაც გიდი ახლდა, ჩამოშორდა. ასობით მთამსვლელი ნელა მოძრავ რიგში მიიწევდა წინ. თითოეული მათგანი საკუთარ ბრძოლაში იყო ჩაკეტილი, რომ გადარჩენილიყო და აჯაიპალი მათ შორის მარტო და ჟანგბადის გარეშე დაეხეტებოდა. ადამიანი, რომელმაც ის იპოვა, იყო მინგმა ტენზინგ შერპა. ის ერთ-ერთი ყველაზე პატივსაცემი გიდი იყო მთაზე და სრულიად სხვა კომპანიაში სახელად Elite Expert-ში მუშაობდა. მაგრამ სადღაც სიბნელეში მან შენიშნა ერთი ფარანი, რომელიც ხაზთან ერთად არ მოძრაობდა. მივიდა მასთან და ნახა აჯაიპალი ნახევრად გონება დაკარგული, ჟანგბადის გარეშე, ფეხზე მდგომი და სიკვდილის პირას. და მიუხედავად იმისა, რომ თავისი კლიენტებიც უნდა ჩამოეყვანა, მინგმა ტენზინგმა თავისი ჟანგბადი აიღო. გაუზიარა ადამიანს, რომელსაც არასდროს შეხვედრია და ფიზიკურად ჩამოიყვანა ბანაკ ოთრში.
ეს ამბავი აქ უნდა დასრულებულიყო. გარდა იმისა, რომ როდესაც ბანაკ 4-ში მივიდნენ, აჯაიპალის საკუთარი ექსპედიციის კომპანია, როგორც ამბობენ, მასზე პასუხისმებლობას არ იღებდა. კომპანია, რომელსაც 10,000-ობით დოლარი გადაუხადა, საკუთარ კლიენტს უკან არ იღებდა. ამიტომ ელიტ ექსპედმა მომაკვდავი კაცი საკუთარ კარავში გადაიყვანა და მთელი ღამე სიცოცხლეს უნარჩუნებდა. რადგან როგორც ჩანს, ფაზე სხვა არავინ გააკეთებდა ამას. და ის ერთადერთი არ ყოფილა, ვინც კომპანიის მსხვერპლი გახდა, რომელიც პასუხისმგებელი იყო ადამიანზე, მაგრამ გადაწყვიტა, რომ ის სხვისი პრობლემა იყო. რადგან 2026 წლის სეზონის კაცი, რომელიც თავიდანვე არც კი აუყვანიათ სიკვდილის ზონაში ფეხის დასადგმელად. მისი სახელი იყო დავა შერპა. 52 წლის ასაკში დავა 10 წლეულები გაატარა ექსპედიციებზე დაბალი დონის სამუშაოს შესრულებაში. 2026 წლის სეზონისთვის ის დაიქირავა დაბალბიუჯეტიანმა სააგენტომ სახელად Himalayan Traverse Adventure. ისი სამუშაო იყო მეორე ბანაკში 21,000 ფუტის სიმაღლეზე ჯდომა და ბანაკის მზარეულად მუშაობა. შემდეგ მაისის ბოლოს ყველაფერი შეიცვალა. კომპანიის ერთ-ერთი რეგულარული მაღალმთიანი გიდი საბაზო ბანაკში დაავადდა. და რადგან მწვერვალზე ასვლის ფანჯარა იკეტებოდა და კლიენტები ელოდნენ ასვლას, Himalayan Traverse Adventure-მა მიმართა იმ კაცს, რომლის სამუშაო იმ სეზონზე მხოლოდ წყლის ათხლის ადუღება, ხორცის დაჭრა და ჭურჭლის რეცხვა უნდა ყოფილიყო. მათ დაუდავას შესთავაზეს ბონუსი 10,000 ნეპალური რუპიის ოდენობით, ანუ დაახლოებით 65 ამერიკული დოლარი, რომ შეერთებოდა მათ გიდს, სახელად Mingma Sherpas და ორი უცხოელი კლიენტი ევერესტის მწვერვალზე აიყვანა. კაცისთვის, რომელიც ნეპალის სოფელში ცხოვრობდა და ჰყავდა სკოლადამთავრებული ქალიშვილი, 65 დოლარი ნამდვილი ფული იყო. ამიტომ დათანხმდა ამ წინადადებას. 29 მაისს, სამთო სეზონის ბოლო საათებში, დავა სიკვდილის ზონაში იყო და ბრიტანელ მთამსვლელ Chris Stralsსა და პოლონელ მთამსვლელ Mariusz Chmielewskis აძღვებოდა, მაგრამ თა ცარიელი იყო. ამინდი სასტიკად ციუდებოდა და მწვერვალთან ახლოს Mariusz მძიმე მოკინვა განუვითარდა. მან მწვერვალზე ასვლის მცდელობა შეწყვიტა და დავასთან ერთად მეოთხე ბანაკში დაიხია დასასვენებლად, ხოლო კრისი და მინგმა მწვერვალზე ავიდნენ და უკან დაბრუნდნენ. გეგმა იყო, რომ მეორე დღეს ერთად ჩამოსულიყვნენ, მაგრამ მოკინვის გამო მინგმა Mariuszს ადრე ჩამოყვა. დავა და კრისი მარტო დატოვა, როგორც ევერესტიდან 2026 წლის სეზონში უკანასკნელი ჩამომცვლელები. ვადას, რომელიც ხელისუფლებამ ევერესტის სეზონის დახურვამდე დააწესა, ამ მომენტისთვის მხოლოდ რამდენიმე დღე რჩებოდა. მათ სწრაფად უნდა ჩამოსულიყვნენ, მაგრამ სადღაც მესამე ბანაკის ზემოთ, დაახლოებით 24,000 ფუტის სიმაღლეზე, ყვითელი ფერის კლდის სიახლოვეს, დავას ჟანგბადი დაუმთავრდა და მისმა 52 წლის სხეულმა, რომელიც მთელი სეზონი მეორე ბანაკში იყო გამომწვარი, მუშაობა შეწყვიტა. ის შენელდა, შემდეგ კი გაჩერდა. ის ჩამოჯდა კლდეზე, თოლში და უთხრა Chris, კლიენტს, რომელიც მასთან ერთად ჩამოდიოდა, რომ კარგად იყო და უბრალოდ ცოტა დასვენება სჭირდებოდა, რომ ისინი წასულიყვნენ და ის უკან გახვებოდა. ეხლა Chris-ს თავადაც უმცირდებოდა ჟანგბადი. კიდევ უფრო უარესად, Mariuszიც სულ რამდენიმე ასეული ფუტით იყო დაშორებული იმ ადგილს, სადაც დავა გაჩერდა. მას ძლივს შეეძლო გაყინული ხელების გამოყენება და ფიზიკური დახმარება სჭირდებოდა, რომ დაშვება გაეგრძელებინა. საქმე უბრალოდ გადარჩენაზე მიდგა და Chris-ის თქმით, დავამაც უთხრა, რომ დაშვება გაეგრძელებინა. ასე რომ, ასე მოიქცნენ. დავა თოლში მჯდომი დატოვეს 24,000 ფუტის სიმაღლეზე, თეთრი ქარბუქის პირობებში, ცარიელ მთაზე და თვითონ დაშვება გააგრძელეს. რაღაც მომენტში მას შემდეგ, რაც ისინი გაუჩინარდნენ, დავამ გონება დაკარგა. და როცა თვალები ისევ გაახილა, ყველა წასული იყო. კრისი, Mariuszი, მინგმა, ყველა. მის გარშემო თოკები ახალი თოვლის ქვეშ გამქრალიყო. ყველა ბანაკი, რომელიც მის ქვემოთ იყო, აეღოთ და ვერტმფრენით წაეღოთ. ის სრულიად მარტო დარჩა მიტოვებულ მთაზე. როცა კრისი და Mariuszი საბაზო ბანაკს 38 საათის შემდეგ მიაღწიეს, განაცხადეს, რომ დავა დაკარგული იყო. და რაც შემდეგ მოხდა, გამოავლინა რამდენად იყო ევერესტის სისტემა 2026 წელს მოშლილი. რომ გავიგოთ რატო, უნდა იცოდეთ ევერესტის ინდუსტრიაში არსებული ჩუმი მცირე დანაზოგის ხრიკის შესახებ, რომელსაც ნებართვის გაზიარება ეწოდება. Himalayan Traverse Adventure, ბიუჯეტური ორგანიზატორი, სადაც დავა რეალურად მუშაობდა, საკუთარი ექსპედიციის ნებართვა არ ჰქონდა. ფულის დასაზოგად, მისი მთამსვლელები ოფიციალურად რეგისტრირებულნი იყვნენ სრულიად სხვა, ბევრად უფრო დიდი კომპანიის, სახელად 8K Expeditions-ის ნებართვის ქვეშ. დოკუმენტურად დავა 8K-ს ეკუთვნოდა. რეალურად კი ის Himalayan Traverse-ში მუშაობდა. ასე რომ, როცა დავა გაუჩინარდა, წარმოუდგენელი დაპირისპირება დაიწყო. მაღალ სიმაღლეზე ვერტმფრენით საძიებო ოპერაციის ჩატარება 10,000-ობით დოლარი ჯდება, რომლის გადახდაც არც ერთ კომპანიას არ სურდა.
რამდენიმე დღის განმავლობაში, სანამ დავა სიკვდილის ზონაში იყინებოდა, ორივე კომპანია ჩაება დამანგრეულ კორპორატიულ დაპირისპირებაში, თუ ვინ იყო იურიდიულად და ფინანსურად პასუხისმგებელი. კატმანდუში დავას ცოლი, დამუ და მათი ქალიშვილი ოფიციალურად შეატყობინეს, რომ ის გარდაცვლილი იყო. მისმა ოჯახმა უკვე დაიწყო ტრადიციული ბუდისტური დაკრძალვის რიტუალები. ამ დროს დავა გადიოდა კოშმარს, რომელიც ადამიანის ბიოლოგიას სცილდება. მარტო 23,000 ფუტის სიმაღლეზე, საკვების, წყლისა და ჟანგბადის გარეშე მან დაიწყო მთიდან თავისი ჩამოძრომა. მომდევნო რამდენიმე დღე გადარჩა ყინულის ნატეხების ღეჭვით, ცხურვილის მოსაკლავად და ჯიბეში ნაპოვნი კანფეტების ჭამით. როცა ქვედა ბანაკებს მიაღწია, სეზონური ასვლის ფანჯარა იმდენად დასრულებული იყო, რომ ყუმბუს აისფოლის სპეციალისტებს თითქმის დასრულებული ჰქონდათ კიბეების და თოკების დაშლა ყუმბუს ყინულის ჩანჩქერზე. ასე რომ, როცა იგი დნობად მყინვარზე მიათრევდა თავს, დავა ფეხი დაუწდა და პირდაპირ ღრმა გაკინულ ნაპრალში ჩავარდა. ის ორი სრული დღე იმ ყინულოვან სამარეში გამოკეტილი დარჩა, სიკვდილს ელოდა. და ეს იქნებოდა მისი დასასრული, რომ არა პატარა ზვავი, რომელიც ნაპრალში, სადაც ის იყო, ჩამოვარდა და მის გასწრესას კი ნამსხვრევებმა უხეში დაქანება შექმნეს, რამაც მას საშუალება მისცა ყინუიდან ამოღწეულიყო. მე-4 ივნისის დილით, მას შემდეგ რაც 6 სრული დღე მკვდრად მიიჩნეოდა, ნაგვის გაწმენდის ჯგუფმა, რომელიც ხუმბუს მყინვარის ძირას მუშაობდა, დაინახა დავა თავა თავის კაშკაშა ლურჯით ანსაცმლით, როგორ სრიალებდა და ხოხავდა დნობად ყინულზე. მას ფეხსაცმელები დაეკარგა, მას ხელებზე ძლიერი ყინულით დამწრობა ჰქონდა მიღებული და ფეხი ჰქონდა მოტეხილი, მაგრამ ცოცხალი იყო. დავას გადარჩენას ევერესტის სასწაულს უწოდებენ. ჩემთვის ეს მტკიცებულებაა იმისა, თუ რამდენად გაუმართავია ყველაფერი ამ მთაზე. სიკვდილის პირას მყოფი კაცისთვის ვერტმფრენის გაგზავნაზე უარი მხოლოდ ფინანსური დავის გამო კიდევ უფრო საზარელი ხდება, როცა აცნობიერებ, რომ ევერესტზე ვერტმფრენები ფარულად მილიონობით დოლარს გამოიმუშავებდნენ იმ გადარჩენებზე, რომლებიც სინამდვილეში არასდროს მომხდართ. იმდენად ადრე, სანამ დავა ნაპრალში იყინებოდა, ნეპალის ცენტრალურმა საგამოძიებო ბიურომ სისხლის სამართლის ბრალდებები წაუკენა 32 ადამიანს, მათ შორის ვერტმფრენის კომპანიების ხელმძღვანელებს, საავადმყოფოს ექიმებს და ლაშქრობის ოპერატორებს. მას შემდეგ, რაც ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტურისტული თარლითობა გამოავლინეს, სქემა მარტივი იყო. ლაშქრობის ოპერატორები უცხოელ კლიენტებში სამედიცინო გადაუდებელ შემთხვევებს ან აწყობდნენ, ან ძალიან აჯარბებდნენ. ვერტმფრენი იგზავნებოდა სიცოცხლისა თუ სიკვდილის ევაკუაციის საბაბით და კლიენტის სამოგზაურო დაზღვევის კომპანიას 10,000 დოლარს ახდევინებდნენ ფრენებისთვის, რომლებიც ბევრ შემთხვევაში უბრალოდ ძვირადღირებული ტაქსის მგზავრობა იყო. თითქმის 20 მილიონი დოლარი ამოღებული ყალბი ვერტმფრენის სამაშველო ოპერაციებით. მაგრამ როცა ნამდვილი ნეპალში დაბადებული მთამსვლელი მართლაც ხვდებოდა რეალურ მთაზე, ვერ შეძლეს ერთი ვერტმფრენის გაფრენა რამდენიმე დღის განმავლობაში, რადგან არავინ დათანხმდა მის გადახდას. და ვერტმფრენები ერთადერთი ავიაციური ქსელი არ იყო, რომელიც ამ სიგიჟეში გაეხვა. ნამდვილი სიცოცხლის გადამრჩენი მიღწევებიც კი ვერ გაექცა ამ სეზონის დამახინჯებულ ბუნებას. აგიხსნით. ბოლო რამდენიმე სეზონის განმავლობაში ნეპალური კომპანია სახელად Airlift Technology ჩუმად ახორციელებდა ერთ-ერთ ყველაზე მართლა კარგ იდეას, რაც ევერესტს ბოლო ათწლეულებში უნახავს: მძიმე ტვირთის სატვირთო დრონებს. მათი სამუშაო ცხენი იყო ჩინური წარმოების DJI Flycard, მანქანა, რომელსაც შეუძლია ჟანგბადის ბალონების გადაზიდვა, თოკები და კარვები მთაზე, პირველ ბანაკამდე და ნაგვის ჩამოტანა უკან. ყოველი ტვირთი, რომელსაც დრონი ატარებს, ნიშნავს, რომ შერპას აღარ უწევს მისი ტარება. 2026 წლისთვის Airlift-ს გაფართოება სურდა და ჩინურ დრონთან ერთად მათ განაცხადი შეიტანეს, რათა გამოეცადათ პროფესიონალური მძიმე ტვირთის დრონი ამერიკული მწარმოებლისგან სახელად Prefly. აშშ-ში საელჩომ სპეციალური წარმომადგენელი გაგზავნა ევერესტის საბაზო ბანაკში, რათა პირადად წარედგინა ამერიკული დრონი. ზოგისთვის ეს უბრალოდ PR-ის ღონისძიება იყო. სხვებისთვის კი ეს იყო ამერიკული ტექნოლოგიის დემონსტრირება მთის ჩრდილში, ჩინეთის საზღვართან ახლოს. პეკინი უკმაყოფილო დარჩა. და 30 აპრილს სეზონის ყველაზე დატვირთული ტვირთის გადაზიდვის პერიოდის დასაწყისში ნეპალის შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოულოდნელად გააუქმა ჩინური დრონის არსებული ნებართვა და იმავე დროს უარი თქვა ამერიკული დრონის განაცხადზე. ოფიციალური მიზეზი ბუნდოვანი იყო. უსაფრთხოების სენსიტიურობა, რაც საჭიროებდა უფრო ფართო კონსულტაციებს.
რეალური მიზეზი კი როგორც მთაზე ყველამ შესანიშნავად იცოდა, ის იყო რომ ნეპალი ორზე სახელმწიფოს შორის აღმოჩნდა და გადაწყვიტა ყველაფერი გაეჩერებინა, რათა არც ერთი არ გაენაცგენებინა. ასე რომ 5 დღის განმავლობაში, ზუსტად იმ დროს, როცა მთას ყველაზე მეტად ჭირდებოდა მარაგები და ყველაფერი ყველაზე სწრაფად უნდა მოძრაობდა, ჰიმალაიში არსებული ორი ყველაზე ძლიერი სატვირთო დრონი უსარგებლოდ იდგა მყინვარზე და შერპებმა თვირთები ისევ საკუთარ ზურგზე აიღეს და შევიდნენ იმავე არაპროგნოზირებად ყინულის ჩანჩქერში, რომელიც გაფრთხილების გარეშე კლავს. ალბათ რაც ამ სეზონს კიდევ უფრო უცნაურს ხდიდა იყო ის, რომ მას შემდეგ რაც ოპერატორებისგან საკმარისი პროტესტი გაისმა, სამინისტრომ ჩუმად შეცვალა გადაწყვეტილება და დრონებმა ისევ იფრინეს. 9 მაისს ყოველგვარი ბოდიშისა და ახსნის გარეშე. ეს იყო მხოლოდ 5 დღე უსარგებლო ადამიანური რისკისა, რომელიც გეოპოლიტიკურ დრამას შეეწირა. საბედნიეროდ ეს არავის სიცოცხლეს არ დაუჯდა, მაგრამ დრონებმა აჩვენეს, რამდენად ცოტა მნიშვნელობა ენიჭება შერპების უსაფრთხოებას სისტემაში. და ის რაც თავად მწვერვალზე ხდებოდა 2026 წელს, აჩვენებდა რამდენად დაკარგა მნიშვნელობა მთის უმაღლეს მიღწევას. ქამსვლელობის ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტულ გამოცემა ექსპლორერის ვებმა ამ სეზონზე უამრავი საკამათო სამთო რეკორდი დააფიქსირა. გულისხმობ თამშლელებს, რომლებიც აცხადებდნენ, რომ ჟანგბადის გარეშე ავიდნენ, მაშინ როცა ფარულად იყენებდნენ ჟანგბადს გარვებში ღამით. თამშლელები ჩუმად იყენებდნენ ვერტფრენს მეორე ბანაკიდან საბაზო ბანაკში დასაბრუნებლად, რათა მთლიანად აეცილებინათ ყინულის ჩანჩქერი. შემდეგ კი თავიანთ ასვლებს სრულფასოვნად წარმოაჩენდნენ. საეჭვო მწვერვალის დაპყრობის განცხადებები ბიმ თამშველებისგან, რომელთა გამოცდილება ამ განცხადებებს დაუჯერებელს ხდიდა. და ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ თითქმის ყველა შემთხვევაში არაფერი ხდება. სერტიფიკატებს მაინც გასცემენ. არ არსებობს მწვერვალის პოლიცია, არც მკაცრი გადამოწმების სისტემა. მსოფლიოს ყველაზე ცნობილ მთაზე ის მიღწევა, რისთვისაც ყველა 6 ნიშნა თანხას იხდის, საბოლოოდ არის ის, რასაც თავად ითქვი. მოკლე გადახვევა. ყოველ თვეში არის ისტორია, რომელიც არასდროს ხდება YouTube-ზე. ის იქა თუ გინდა ნახო. Patreon-ზე, ბმული ქვემოთ. ეხლა სად გავჩევდით და ადამიანები, ვინც ამას ყველაზე კარგად ხვდებიან, ისინი, ვინც მთელ ცხოვრებას ამ თას მიუძღვნეს, შეძრწუნებულები იყვნენ. მინგმა ჯი კიდი, რომლის თვითნებურმა გუნდმა აპრილში ყინულის ჩანჩქერში მარშრუტი გააკვალა, უყურებდა ყველაფერს, რაც იმ კარში შემოვიდა, რომელიც თავად გახსნა. და როცა ყველაფერი დასრულდა, მან გამარჯვება არ იზეიმა. მან საჯაროდ განაცხადა. მან მსოფლიოს უთხრა, რომ ოფიციალური პირები მზად იყვნენ სეზონი დაეხურათ, ვიდრე თავად გადაეჭრათ პრობლემა. რომ მან და კიდევ 5 კაცმა აიღეს საკუთარ თავზე მთელი რისკი, მთელი პასუხისმგებლობა, მთელი ბრალი თუ ვინმე იმ მარშრუტზე დაიღუპებოდა და რომ შემდეგ ინდუსტრია, რომელმაც მათი შრომით სარგებელი მიიღო, არც კი შეწუხებულა, რომ ოფიციალურად ეღიარებინა მათი ღვაწლი. და შემდეგ თქვა, რომ აღარასოდეს ავიდოდა ევერესტის მწვერვალზე. მხოლოდ წარმოდგენა შემიძლია, როგორი გულისამრევი უნდა ყოფილიყო მისთვის იმ მთიდან წასვლა, რომელზეც რამდენიმე თვის წინ სიცოცხლე გარისკა. შემდეგ არის გამი რიტა შერპა. თუ ევერესტს ცოცხალი განსახიერება ჰყავს, ეს სწორედ ის არის. ამ სეზონზე ის უკვე 22-ად დგას ამ მთის მწვერვალზე. და ევერესტის ყველაზე გამოცდილმა თამსლელმა ისტორიაში პირდაპირ თქვა, რომ ხელისუფლებამ უნდა გააკონტროლოს ეს რაოდენობა. ეს არის ადამიანი, რომლის მთელი შემოსავალი ამ მთაზე მოსულ თამსლელებზეა დამოკიდებული და მაინც ის აქ იყო. საჯაროდ სთხოვდა მთავრობას ნაკლები ნებართვა გაეღიდა და გულწრფელად რომ ვთქვათ, როცა უყურებ იმას, რაც ამ სეზონის ბოლოს დარჩა, რთული ამის წინააღმდეგ გიდაო. შეხედეთ ამ ვიდეოს. ეს არის სამხრეთის უღელთეხილი, 26,000 ფუტის სიმაღლეზე. ხედავთ იმ დაგლეჯილ კარვებს, რომლებიც ჩარჩოებზე ფრიალებენ და ასობით ცარიელ ჟანგბადის ბალონს? თუ დაახლოვებთ, კიდევ უფრო უარეს სურათს დაინახავთ. ლითონის თასები, საკვების ნარჩენები, ადამიანის ფეკალიები მთაზე, რომელსაც ბევრი ეთაყვანება და წმინდად მიიჩნევს. ქაღალდზე ამის წინააღმდეგ წესებია დაწესებულები, ძალიან მკაცრი წესები. თითოეული მთამსვლელი ვალდებულია ჩამოიტანოს 10 ფუნტი ნარჩენი, ან დაკარგავს $4,000 ნარჩენების საწინდარს, რომელიც ჩამოერთმევა თუ წესებს არ დაიცავს. ეს სერიოზულად ჟღერს, მაგრამ კლიენტისთვის, რომელიც იხდის $70,000, $4,000 დეპოზიტი არაფერია. დეპოზიტი იკარგება, ნაგავი რჩება და ყველა სახლში ბრუნდება. ტოვებენ დედამიწის უმაღლეს ადგილს. პლანეტის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ მონუმენტს, როგორც ნაგავსაკრელს. სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ ნეპალი ცდილობს ამ პრობლემის მოგვარებას. სულ მცირე, ქაღალდზე მაინც. ნეპალის პარლამენტში არსებობს კანონპროექტი, რომელიც ავალდებულებს ყველას, ვინც ევერესტის დაპყრობას ცდილობს, ჯერ ნეპალში მდებარე 23,000 ფუტის სიმაღლის მწვერვალი დაიპყროს. ეს ზუსტად ის ფილტრია, რაც ამ მთას ბოლო 30 წლის განმავლობაში სჭირდებოდა. ჯერ კანონი არ არის, მაგრამ ნეპალის ორ პალატიდან ერთ-ერთში უკვე მიღებულია. არავინ იცის, რამდენი დრო დასჭირდება მის ამოქმედებას. მაგრამ თუნდაც კანონი ზუსტად ასე მიიღონ და მომავალში ყველა ევერესტის მთამსრელი
23,000 ფუტის სიმაღლის მწვერვალზე ასვლის სერტიფიკატით მივიდეს ევერესტზე, ამ ვიდეოში თითქმის არავის გადაარჩენდა. სერტიფიკატი ვერ შეეხება ნებართვის გაზიარებას და იმ ხვრელებს, რომლებიც ორ კომპანიას აძლევს საშუალებას 5 დღის განმავლობაში მომაკვდავ კაცზე იგამათონ. ის არ ზღუდავს ნებართვების რაოდენობას, არ ქმნის სამაშველო სამსახურს და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ვერ აჩერებს მწვერვალზე ასვლის მანიას. ამ გაზაფხულზე რეკორდული 1008 ადამიანი იდგა მწვერვალზე და ეს პირველი შემთხვევა არ ყოფილა, როცა მსგავსი რამ მოხდა. 1996 წლის მაისში კომპანიებს შორის კლიენტებისთვის ბრძოლამ ევერესტის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მომაკვდინებელ დღეს დაუდო საფუძველი. და როცა მსოფლიოს დამნაშავე სჭირდებოდა, მათ ეს კაცი აერჩიეს. აი რატო იყო ეს ტყუილი?